გადაცემაში ევროპული საუბრები ამჯერად ევროკომისიის ყოფილ პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შევხვდი. საუბრის დროს მან მითხრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ეპოქა დასრულდა და ასევე ახსნა თუ რატომ არ არის უკრაინა ჯერ მზად გახდეს ნატოს ან ევროკავშირის წევრი. ბატონო ჟან-კლოდ, თქვენ ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ბრძანდებით და დიდი მადლობა, რომ გადაცემაში გვესტუმრეთ. დიახ, უკვე ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკა რუსეთზე აკეთებს ძირითად გათვლას. რამდენად ენდობით არსებულ ვითარებას? მაინც და მაინც არა. წარსული გამოცდილებიდან ვიცი ეს, რადგანაც პრეზიდენტ ტრამპს ხშირად შევხვედრი ვარ და ვიცი, რომ ის მეგობრულად იყო განწყობილი რუსეთის და რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. მახსოვს, რომ დიდი შვიდეულის შეხვედრებზე მხარს უჭერდა, რათა რუსეთი მერვე წევრად მიგვეღო, რომ დიდი შვიდეული დიდ რვიანად გვექცია. მე დავკარგე პუტინისა და რუსეთის მიმართ ნდობა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. თუმცა მაინც ძალიან გამიკვირდა, როდესაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. არ მჯეროდა, რომ ეს ოდესმე შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ ჩვენ გვჭირდება რუსეთთან, ვერ ვიტყოდი ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ რაღაც ურთიერთობა მაინც, რადგან რუსეთი ევროპის ნაწილია და გეოგრაფიას ვერ შევცვლით. რუსეთი დარჩება იქ, სადაც არის. I wouldn't say normal relations with Russia, but some relations with Russia because Russia is part of Europe. And we cannot change geography. Russia will stay there where it is. როგორ გგონიათ პუტინის დაპატიმრების ორდერი, რომელიც გასცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, უნდა განიხილებოდეს სამშვიდობო ან ნებისმიერი მოლაპარაკებების დროს? I do think that ჩემი აზრით, ევროკავშირისა და უკრაინის ადგილი უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუ არ ზიხარ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაშინ მენიუში ხარ შეტანილი. ევროკავშირის ამბიცია კი არ არის მენიუში ყოფნა. ჩვენ გვსურს ვიამაყოთ იმით, რომ მივეკუთვნებით ისეთ ძალებს, რომლებიც უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში საბოლოო გადაწყვეტილების მომზადებაში მიიღებენ მონაწილეობას. მაგრამ გჯერათ, რომ პუტინის განაჩენი ძალაში უნდა დარჩეს. არ ვიცი, რა უნდა გავიგო პუტინისა და ტრამპისგან, როდესაც ისინი ერთ დღეს ამბობენ, რომ ევროკავშირი უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან და მეორე დღეს ამბობენ, რომ არა, არ გვინდა ევროპელები მოლაპარაკებებში ჩაერთონო. ჩემი აზრით, ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკებების ნაწილი. Being part of the negotiation, I do think that Europe has to be part. Თქვენი აზრით, ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. დიახ, ასეა. და ნატოს წევრობაზე რა სიტყვით, როგორ გგონიათ ეს ის საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა შესთავაზოს ამერიკამ, თუნდაც უკრაინის იმ ტერიტორიას, რომელიც არ არის ოკუპირებული? იცით, ეს არ არის ახლო მომავლის საკითხი. სანამ უკრაინაში საომარი მდგომარეობაა, ის ვერ გახდება ნატოს წევრი. უკრაინა შესაძლებელია გახდეს წევრი, მაგრამ ამ საკითხს ახლო მომავალში ვერ დააყენებს ევროკავშირი, რადგან უკრაინას ნამდვილად აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ნატო სხვა რამეა. სანამ რუსეთი უტევს უკრაინის ტერიტორიას, უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი. ის რომ ნატოს წევრი გახდეს, მაშინ მოგვიწევს ნატოს შეთანხმების მეხუთე მუხლის ლოგიკას გავყვეთ და არ მგონია, რომ ეს ევროპის ინტერესებში შედიოდა ახლა. As Russia is attacking the Ukrainian territory, Ukraine cannot become a member of NATO. Would it become a member of NATO, we would put ourselves in the application of the logics of Article 5 of the NATO Treaty, and I don't think that this is in the interest of Europe for the time being. ხომ არ გგონიათ მაშინ, რომ მართლაც არის ლოგიკა პუტინის მოსაზრებაში, როდესაც ის ტრამპს ეუბნება, რომ მიზეზი, რომლის გამოც ის უკრაინას დაესხა თავს, არის ნატოს გაფართოება? No, I don't think that this is. არა, ასე არ ვფიქრობ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ არასდროს დავპირობდით რუსეთს, რომ თავს შევიკავებდით აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მიმართულებით გაფართოებაზე. ამის პირობა არასდროს მიგვიცია და ეს არასდროს არც თქმულა და არც დაწერილა. მეორე ის, რომ რასაკვირველია, დასავლეთმა დაუშვა გარკვეული შეცდომები რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ მე არ გეტყვით ახლა, რა მიმაჩნია შეცდომებად, რადგან ომის გაჩაღების არავითარი მიზეზი არ არსებობდა. თუ ვიტყვით, რომ კი ბატონო, შეგვეშალა ეს ან ის, ან თავი უნდა შეგვეკავებინა რაღაცის გაკეთებისგან, ამას პუტინი და რუსეთის საზოგადოება ჩათვლიან მიზეზად, რომლის საფუძველზეც რუსეთს ნება ჰქონდა უკრაინას თავს დასხმოდა. არა და არ ყოფილა არავითარი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო. ომის დაწყება ადვილია, მისი დასრულება კი რთული. In the eyes of Putin and of the Russian public opinion would be seen as reasons which allowed Russia to attack Ukraine, but there are no good reasons for starting a war. It's easy to start a war. It's very difficult to stop a war.
თუ ბოლოს 3 წელიწადს გადავხედავთ და იმას თუ როგორ იცავდა ევროპა უკრაინას და ეხმარებოდა, როგორ შეაფასებდით ამ ყველაფერს? How would you assess that? The fact is that the Europeans never wanted to become part of the war. ფაქტია, რომ ევროპას არასდროს სურდა ომში ჩართვა. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ის გავაკეთეთ, რაც შევძელით. თუ გავითვალისწინებთ ევროპული ქვეყნების საზოგადოების ზოგად განწყობას, of the European countries. შეგვეძლო მეტის გაგვეკეთებინა, მაგრამ მაგრამ მაინც რა? Providing with ammunition. გულისხმობ საბრძოლო მასალებისა და იარაღის მიწოდებას. მაგრამ ეს ევროპისთვის რთული საკითხია, რადგან აღარ გვაქვს ომის გამოცდილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასე რომ ევროპისთვის არ არის მარტივი ასეთი ნაბიჯების გადადგმა. ძალიან ნელავ მოქმედებდით. რომ გარკვეულწილად ომში ჩართულიყო. გულწრფელად რომ გითხრათ, მე მგონია რომ ძალიან ნელავი მოქმედეთ, მაგრამ მე ვიცი თუ რა რთულია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ევროპაში. I know how difficult these decisions are when they have to be made in Europe. დაუშვათ ნატოში გაწევრება არ არის უპრიანი ამ წუთას, მაგრამ რა სიტყოდით ევროკავშირში გაწევრებაზე? არც თუ ისე დიდი ხნის წინ 2023 წელს თქვენ განაცხადეთ, რომ უკრაინა ძალიან კორუმპირებული ქვეყანა იყო და რომ არ უნდა გვეფიქრა უკრაინის ევროკავშირის წევრობაზე, რადგან ეს არ იქნებოდა სამართლიანი არც უკრაინის და არც ევროკავშირის მიმართ. ახლა როგორია თქვენი პოზიცია? ევროკავშირი ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ახალი წევრების მიღებას. უკრაინა არ არის მზად წევრობისთვის. მისი ეკონომიკა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ადვილად შეძლოს ევროპის შიდა ბაზრის ნაწილად იქცეს. უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურა არ ასახავს ევროპის ძირითად ღირებულებებს 100%-ით. უკრაინაში კორუფციაა. თავად უკრაინელები მეუბნებოდნენ, როდესაც მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი 2014-19 წლებში, რომ კორუფციის პრობლემა ჰქონდათ. ამ საკითხზე მუდამ ვსჯელობდით მაშინდელ პრეზიდენტ პოროშენკოსთან და შემდეგ ზელენსკისთან. თუ რა გზებითა და საშუალებით უნდა ებრძოლოთ კორუფციის წინააღმდეგ, რომ დაემარცხებინათ. In 2014-19 that they have a problem with corruption. We were always discussing with the then President Poroshenko and then Zelensky ways and means how to combat and to fight against corruption. მაგრამ ისინი ალბათ იტყოდნენ და პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც იტყოდა, რომ უკრაინელები ძალიან სერიოზულად იბრძვიან დეოლიგარქიზაციისთვის და წინ მიიწევენ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სისტემის დასამყარებლად და რომ ისინი სავარაუდოდ მზად იქნებიან 2030 წლისთვის. მაგრამ მე ვაღიარებ, რომ უკრაინელებს პროგრესი აქვთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც თქვენ აღნიშნეთ. მე მომხრე ვიქნებოდი მათი გაწევრების. თუ კი ეს არ იქნებოდა სრულყოფილი წევრობა. Total membership. წევრობა მინუსით. წევრობა მინუსით, მაგრამ ეს უნდა იყოს წევრობა ინსტიტუციური განზომილების გარეშე. ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლების გარეშე მაგალითად. ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლების გარეშე, მაგრამ მონაწილეობას მიიღებს ისეთ დებატებში, რომლებიც ეხება უკრაინისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ისეთი შთაბეჭდილება კი არ უნდა შეექმნათ, რომ შორს არიან წევრობისგან. არამედ უნდა დავანახოთ, რომ წევრობის გზაზე დგანან. თუმცა ჯერ არ აქვთ რეალური წევრის ყველა უფლება და შესაძლებლობა. And all the possibilities of real membership. მიეცეთ სწომა ერთიან ბაზარზე მაგალითად. ერთიან ბაზარზე, თავდაცვის საკითხებზე. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირი აღმოჩნდება ისეთ ვითარებაში, როდესაც მართლა დასჭირდება თავდაცვა. როგორი ვითარებაც არ არის ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ. ასე რომ ნაწილობრივი წევრობა შესაძლოა იყოს დროებითი გამოსავალი, ჩემი აზრით. იმიტომ რომ როგორც წარსულში გაქვთ ნათქვამი, ცუდი გამოცდილება გვაქვს ეგრეთ წოდებულ ახალ წევრებთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის კუთხით. ახალი წევრებიდან ყველა არ არის კანონის უზენაესობის პატივისცემის კუთხით სამაგალითო. ამიტომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ახალი წევრები არ გააღრმავებენ კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ პრობლემას. Will not be enlarged by new members which would not respect the rule of law. მაინც რა კუთხით მიაყენა დარტყმა ევროკავშირს იმ გარემოებამ, რომ წარსულში უნგრეთი, სლოვაკეთი, ასევე პოლონეთი არ ადაგდებდნენ ერთიანი ბაზრის წესებს, ევროკავშირის ხელშეკრულების მეორე მუხლს. I think that this was a failure both by those ჩემი აზრით ეს იყო ჩავარდნა, როგორც თქვენ მიერ აღნიშნული ქვეყნების, ისე მთლიანად ევროკავშირის. ჩვენ არ ვიყავით საკმარისად მკაცრი, მე არ ვიყავი საკმარისად მკაცრი, თუმცა ვებრძოდით სლოვაკეთსაც და უნგრეთსაც ამ მიმართულებით. თავიდან, როდესაც ამ ქვეყნებმა გადაუხვიეს ევროკავშირის ძირითად წესებს, ჩვენ თვალს ხუჭავდით ამაზე. Stepping away from those countries from the mainstream rules of the European Union, we were treating that with
to benign neglect. Okay. Just before გასაგებია, სანამ დავასრულებთ, მინდა გკითხოთ იმ ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ევროკომისიის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში წამოყენებული წინადადებების ირგვლივ. მაინც რამდენად სერიოზული უნდა იყოს ეს პაკეტი? თქვენ რას ურჩევდით? ურჩევდით, რომ ისევ აიღონ ერთიანი სესხი თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად? ჩემი აზრით დადგა დრო, როდესაც უნდა გავაძლიეროთ ნატოს ევროპული შტო. ბოლო წლებში არა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, 10 წლეულების წინ, ამერიკელებს არ უნდათ, რომ ნატოს ევროპული ნაწილი გაძლიერებულიყო. ახლა ისინი გვთხოვენ ამას და სრულიად სამართლიანად. და ჩვენ უნდა გავზარდოთ საკუთარი სამხედრო ბიუჯეტი ყველგან ევროპაში. მე ხას არ უსვამ მთლიან შიდა პროდუქტებთან მიმართებაში პროცენტულ წილს, რადგან 5% არ არის რეალისტური მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთს 4.7% აქვს. გამოდის, რომ შესაძლებელია, მაგრამ Poland has 4.7%, so it's feasible if, but შესაძლებელია უფრო საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ვიდრე ახლო მომავალში, არა? the budgets have ახლო მომავალში არ არის შესაძლებელი. თუმცა ბიუჯეტები უნდა გაიზარდოს. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ნატოს ევროპული შტო აგრესიული გახდეს, მაგრამ ნატოს ევროპულ ნაწილს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, რადგან არ შეიძლება, რომ მუდამ ამერიკის მხარდაჭერისა და დაცვის იმედზე ვიყოთ. ეს ამბავი დამთავრდა. ჩვენ უკვე მივდივართ ამ პერიოდისა და ეპოქის დასასრულისკენ და ეს უნდა გავითვალისწინოთ და არ დაგვაუწყდეს, როდესაც საქმე უკრაინისა და რუსეთის საკითხის მოგვარებას the შეეხება. end of an area, and we have to take this into consideration and not forget it when things have been normalized as far as Ukraine and Russia are concerned. გასაგებია, ეს იყო ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ ევროპულ საუბრებში. joining us on the Europe conversation. დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ.